წარმოიდგინეთ იქ ყვირილწივილი ისმის, ანუ ხდება ესე ვთქვათ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციელი ამ ფაქტს აფიქსირებს ძალიან ცივილურად, თანამედროვე მეთოდებით და მივდის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი აქტივისტი და ეუბნება თუ რატო იღებს. ანუ აქ ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ პროვოცირებას ცდილობს, მე ვფიქრობ, რომ აქ მსგავსი ტიპის მოქმედებები თუ ესე ვთქვათ, გააკეთებ ამერიკაში თუ მსგავსად მოიქცევი, შესაძლებელია ისეთი სილა მიიღო პოლიციელისგან, რომ შენი თავიც ვეღარ იცნო. ამიტომ ძალიან ჰუმანურია ჩვენი ქართული პოლიცია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, ესაც ფაქტია, როდესაც ანუ ფაქტიურად შეურაცხყოფას აყენებს და აქ ამ შემთხვევაში პოლიციელი ცდილობს, რომ არანაირად ესე ვთქვათ, ძალადობა არ გამოხატოს მასზე და ფაქტია, რომ ძალადობასაც არ გამოხატავს. თუმცა მსგავსი ტიპის პროვოკაციები, როგორიც აი ამ აქტივისტების მხრიდან ხდება, ეს წარმოუდგენელი ესე ვთქვათ, სიბინძურია, რასაც ისინი აკეთებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, მაგალითად აგინებენ მოსამართლეებს, აგინებენ პროკურორებს, აგინებენ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი განსხვავებული აზრი გვაქვს და ეს მათთვის, ანუ როგორც ესე ვთქვათ, ქვეყნის მტერი ისე ასოცირდება მათთვის, თუ თქვენ განსხვავებულ პოზიციას დაუფიქსირებთ. ამიტომ ჩვენ მათ უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ უფრო ბევრი ვართ, მათ უნდა იცოდნენ ყოველთვის, რომ ისინი ყოველთვის ცოტანი არიან და ცოტანი იქნებიან და ძალიან კაი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, როდესაც უკვე სოციალურ ქსელებში რომ იჯდნენ და აკაკუნებდნენ ხოლმე, ხო? აი ეს კაკუნიც რომ უკვე გინდა არ გინდა თავის ჩარჩოებში უნდა ჩასვან. ხშირ შემთხვევაში აი ამ კაკუნით ისინი ცდილობდნენ ხოლმე რომ წყობილებიდან გამოიყვანენ, დეზინფორმაცია გაეუცელებინათ, შეურაცხყოფა მოეყენებინათ, ცილი დაეწამათ თქვენთვის. ეს აღარ მოხდება ხალხო და თუ მოხდება, ხო? შესაბამისად პასუხს აგებენ ისინი აი მათ სოციალურ ქსელებში რო შეხვიდეთ და გადახედოთ, ესე ვთქვათ, თავს იწოდებენ თუ რამდენი საჯარიმო ქვითარი აქვს დაწერილი აი ამ ბოლო 1 თუ 2 თვის განმავლობაში. დიახაც, რატომაც არა ეგრე უნდა ხდებოდეს, თავდება ესე ვთქვათ, შენი სიტყვის გამოხატულება იქ თავდება, სადაც სხვის თავისუფლებას ლახავ. და ესე ხდება ყველგან მთელს განვითარებულ ქვეყანაში. ეხლა მე როგორ უფლება უნდა მქონდეს, რომ მთელი 24 საათის განმავლობაში ვაგინო ვინმე, რა მნიშვნელობა პოლიტიკური შეხედულებით იქნება, რელიგიური მწაბსით იქნება თუ სხვა. ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ესე ვთქვათ, ის საჯარიმო სანქციები, ის საჯარიმო ქვითრები, რასაც იღებენ. და ეს აქ არაფერი არ არის უცნაური. ბატონ ნიკოლოზ, მე მახსოვს, როდესაც თქვენი ეთერიდან ხდებოდა ხოლმე ამაზე ძალიან აქტიური მოთხოვნა, რომ სოციალურ ქსელში ნებისმიერი შეურაცხყოფა ან ცილის წამება ყოფილიყო დასჯადი და როგორც იქნა ეს უკვე გვაქვს და ეს უკვე ესე ვთქვათ, მივაღწიეთ ამ საწალდეს ბატონ ნიკოლოზ და მინდა რომ საზოგადოებას უთხრა, რომ არავის აღარ აქვს უფლება, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მიაყენონ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ საჯარო მოხელეებს ბრძანდებით თუ არ ბრძანდებით. თუ ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებთ თქვენი პოლიტიკური შეხედულების სამრებ, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს და მოახდენ სამართალდამცავი ორგანო შესაბამის რეაგირებას და რეაგირება ის იქნება, რომ ამ ადამიანს აუცილებლად სამართლებრივი სანქცია დაედება ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული სახდელი. ეთანხმებით აბსოლუტურად